დაკავშირებული და მოხადი და მივაჭრე. რომ გადავარჩინოთ ჩვენი ოჯახები. ჩემ ძმები, ჩემი ოჯახი მჩენელი არავინ არ არის. აი ამაზე ვმუშაობდა ამის ვარცენ ოჯახი. ხალხი არის აღწეული ორი ტერიტორია. ეს არის დეპკიმირის მიმდებარე ტერიტორია და დინამოს წინ მიმდებარე ტერიტორია. აპრილი არის მარტო გარე მოვაჭრეების ან საქმის. და ყველა არის დაშვებული, შილი თუ ყველა დაშვებულია. ჩვენ გვინდა რომ ამ გაჭირებულ ქვეყანაში, ამ ომის ქვეყანაში ისიც იძდეს და ჩვენ გვაქვსვან. ჩვენ უნდა ვიზოთ ბოლომდე მანამ, სანამ არ იქნება განაყოფილი მიღებული, რომელიც დააწესებს ფიქსირებულ გადასახადს გარე მოვაჭრეებზე, ისეთ გადასახადს, რომლის გადასახადს მათ შეიძლება. აუქციონის მაგიერ, აუქციონზე მაღალი ფასში გაკეთებული გარე ვაჭრობა არის მიუღებელი, იმიტომ რომ ეს ისე ათასობით უკუპურის გარშე დარჩენილ ოჯახს. მე ვფიქრობ, პროცესი შემდგომ უნდა იქნას გამოტანილი და ხელის გადაგრევა დაულა იყოს. იმიტომ ეხება ასობით ათას ადამიანს, რომელიც არჩევს რამდენიმე ოჯახს შეხული ადამიანი. ხო შეიძლება რაღაც ძალის მეთოდით ველაპარაკო ჩვენს მეგობრებს. მე მინდა ვთქვა, რომ გაყოფილი ვარ იმ ინიციატივით, რომელიც მოიხსნა პარლამენტში, რომ შეჩერებულია, ამოღებულია დისკუსიებიდან და რაც არიან რომ ვისაუბროთ უფრო ისეთი კანონპროექტი, რომელიც მისაღებია ხალხისათვის და არა მდიდარი შრომის. ქართული დასის ლიდერი ჯონდი ბაღათურია ქვეყანაში მოსალოდნელ ტოტალურ უმუშევრობაზე საუბრობს. ბაღათურიამ დღევანდელ სესიაზე განმარტა, რომ სამშენებლო ბიზნესის შეჩერებამ შესაძლოა 150,000 ოჯახი უმუშევარი დატოვოს. ბაღათურიას განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს ამ სფეროს დაფინანსების, ასევე ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. 50,000 ოჯახს ემუქრება უმუშევრობა. ამის მიზეზი არის ერთი წილი, ჩვენი საგანმანათლებლო ორგანოების გააქტიურება. ან ისეთი რევიზიული მიმართულებით და ამისოს მოვლენების შემდეგ ძალიან დამძიმდა მათი მდგომარეობა და შეუძლებელია ამდენი რევიზორის და ამდენი პროვიზორის ატანა. მეორე მხრივ ეს არის ინვესტიციები, რომელიც შეჩერდა და სამწუხაროდ ვეღარ ხორციელდება დაფინანსება ამ დარგში. ბატონ ჯონდი, რევიზორებს რო ერთით გავიგება რა, პროვიზორებს რას ერთით ეს ვერ გავიგება. რაანების პროვიზორებს და ქრისტიან დემოკრატები დეპუტატებს დევნილების პრობლემების მოგვარების მიზნით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. მაგდა ანიკაშვილმა დღეს პლენარულ ხდომაზე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების პრობლემებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით დევნილებს ყველაზე მეტად ჰიგიენური და სამედიცინო პრობლემები აქვს. დეპუტატის თქმით, მათ სახლებში არ არსებობს წვრილი წერტილები, რასაც ანიკაშვილის განმარტებით სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს. არის ჰიგიენური პრობლემები. ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ამ სახლებში, დასახლების ობიექტებში სახლში თვითონ წვრილი წერტილი არ არის. სამწუხაროდ 30-50 ოჯახიან დასახლებაში არ არის კოლექტიური აბანო და წარმოგიდგენია ალბათ რამდენიმე პირობებში არიან ეს ადამიანები. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ მუშაობს ამ თემაზე და ჩვენ მოვისმინეთ კიდეც მათგან გარკვეული წინააღმდეგობები, თუმცა საკითხი იმ რიგით არის, რომ ამაზე მხოლოდ სიტყვიერი განცხადება, რომ ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და ადრესობიან ეს საკითხი გადაწყვეტა, მე მგონი ეს არ არის საკმარისი. ეს მეორე ნახევარში პარლამენტის პლენარულ ხდომას ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი უძღვებოდა. პარლამენტის სპიკერატის საპატიო სავარძელი ლევან ვებხვაძეს დღეს გიგი წერეთელმა დაუთმო. ის შემდეგაც გიგი წერეთელმა ხდომაზე განსახილველად ინვალიდების შესახებ შემუშავებული კონცეფცია გამოიტანა. დიდი მადლობა ბატონო. საშუალება და თქვენი პირადად თქვენი დამსახურება გუშინ ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ისინებს უმრავლესობის ხარჯებისგან ასახებდა ის პერიოდები, როცა ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობდნენ ძალით დაეკავებინათ ეს პოსტები და დაგეპროცეს ზოგჯერ იმით, რომ ჩვენ არ შეგვაგვიაზებოდა რაღაც უხერხული იყო და ესეც გადატრიალების გზით დავიღებდნენ ხოლმე რომის თავმჯდომარეობას. მაგრამ ეს უკეთესია, ეს კიდევ უფრო ნათელი გადასწორებაა იმისა, რომ ჩვენი პარლამენტი ევოლუციური სისტემით და აი ასე რბილად და დემოკრატიულად ხდება მონაწილეობა სპიკერად. 2019 ოქტომბერში შვედეთის ორგანიზების საქართველოში საერთაშორისო სემინარი თემაზე შეიარაღების ექსპორტის კონტროლი გაიმართება. ამ საკითხთან დაკავშირებით საორგანიზაციო შეხვედრა გამართეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ შვედეთის მთავრობის წარმომადგენლობასთან. საერთაშორისო სემინარში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირი, შვედეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია და მოლდოვა. ჩვენთვის ეს არის ძალიან მისასალმებელი ფაქტი, რომ საქართველოს ჩატარდება, იმიტომ რომ
საქართველოში და კერძოდ რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებულმა ფარულმა ქმედებებმა, რაც იარაღის იმპორტს და ექსპორტს ეხება, აქცია ფერგებად საშიშად არა მხოლოდ საქართველოს და კავკასიის რეგიონი, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის და ევროპის რეგიონი. მონაწილეობა ამ საერთაშორისო ღონისძიებაში იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი ყველასათვის, რომ საქართველო იარაღს იძენს აბსოლუტურად კანონიერად, გამჭვირვალედ, ღიად და ყველა ინტერესების დაცვით, რომელსაც ემორჩილებიან დემოკრატიული ქვეყნები. რამდენად თანამშრომლობა ამ სფეროში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჟურნალისტი ირმა ინაშვილი ოპოზიციონერი კახა კუკავას იპირისპირდა. ინაშვილის თქმით, კონსერვატიული პარტიის წევრი და ზოგიერთი ოპოზიციონერი ხელისუფლებიდან წამოსული თანამდებობის პირების გასაცდელად აღწევენ. და საქმე ეხება ირმა-ისმაილიშვილს, ზურაბ ნოღაიდოვსა და ნინო გუჯარაძეს. ინაშვილის განმარტებით არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილის ამ რევოლუციონერთა ფონდზე ახალი რევოლუციის მოხდენას და მართველი გუნდიდან წამოსული პირების გაოპოზიციონერებას. ინაშვილი კახა კუკავას იმ ინიციატივას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მეორე არხის ხელმძღვანელობის დაკომპლექტება საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიების წარმომადგენლებით უნდა მომხდარიყო. ბრალდების ადრესატი კახა კუკავა ირმა ინაშვილის განცხადებებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ნაკარნახევს უწოდებს. კახა კუკავა აცეცრებს ვაცხადებს სრული პასუხისმგებლობით, აცეცრებს ერასტიკის მარიშვილს და ასევე სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლების სხვა ექს-მაღალჩინოსნებს. ჩვენ ამდენჯერმე მოუწოდეთ კახა კუკავას და საერთოდ ოპოზიციას არ ჩართულიყვნენ გასაცდელობის ამ პროცესში. კახა კუკავასთვის ეს მიმართები, როგორც ჩანს, არ აღმოჩნდა საინტერესო. ამიტომ ჩვენ პირდაპირ ვდებთ ბრალს კახა კუკავას, კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ეგრეთ წოდებული ახალი ტიპის ოპოზიციონერების გასაცდებაში. დაიწყო ეხლა მართული კამპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით გამოჩნდნენ რაღაცა ახალი ექსპერტები, არასამთავრობოები და დანები, რომლებიც მიზნად ისახავენ გაერთიანებული ოპოზიციის დისკრედიტაციას სხვადასხვა აბსურდული ჭორმართის გავრცელებას. მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მართული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს გაერთიანებული ოპოზიციის დისკრედიტაციას და მის საქმიანობის ჩაშლას. ეს ახალი არ არის. ჩვენ ბრძოლის ყველა ეტაპზე იყვნენ ესეთი იგივე ტიპის ძალები. ლეიბორისტების კომპანია რაოეს თელოსის წინააღმდეგ გამოდიან და მას საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც გამოდოს პრესკონფერენციაზე კახაბერ ზაგანიამ განაცხადა, თელოსის ხელისუფლებას სამხედროს რათა ფაქტის მიხედვით ელექტროენერგიის ტარიფის გადახდის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დაარღვიოს. ზაგანიას თქმით 2002 წლის 30 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ლეიბორისტული პარტიის სარჩელი და ფაქტის მიხედვით ელექტროენერგიაზე გადასახადი გააუქმა, რომლის დარღვევასაც კომპანია პერიოდულად ცდილობდა და კვლავ უნდა აღნიშნული მექანიზმის აღდგენა. ჩვენ უთვლით რაოეს თელას, რათა არ უნდა მფარველი ყავდეს მათ ხელისუფლებაში სააკაშვილის თუ მისი გარემოსთვის სახით. ჩამოვაცმევთ ლიცენზიას, დავაჯარიმებთ უფრო მეტი მილიონებით, ვიდრე იგობს ამოიღოს თანხები მომხმარებლის ჯიბეებიდან და სახლებიდან. არის საკონსტიტუციო სასამართლოს ზედამხედველი ორგანიზაცია, საერთაშორისო ვენეციის კომისია, რომელსაც რეგისტრაციაში აქვს აყვანილი დედამიწის ზურგზე ყველა გადაწყვეტილება, აკონტროლებს მას და ის ორგანიზაციები, ის სახელმწიფოები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას არ ასრულებენ, შესაბამისი სანქციების გამოყენების უფლებას იპოვებენ. ფოთისპორტის 100%-იანი წილის მფლობელი არაბული კომპანია რაკ ინვესტმენტია. ფოთისპორტის დარჩენილი 50%-ის არაბული კომპანიისთვის მიყიდის ხელშეკრულება დღეს რაკ ინვესტმენტის წარმომადგენელმა და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა სახელმწიფო კანცელარიაში გააფორმეს. რაკ ინვესტმენტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით ინვესტიცია მომგებიანი იქნება როგორც საქართველოსთვის, ასევე კომპანიისთვის. ეკატერინე შარაშვილის თქმით კი კომპანია, რომელიც უკვე იყო 51%-იანი წილის მფლობელი, 2 წლის განმავლობაში ფოთში უკვე არსებული პორტის მახლობა დააშენებს ახალ ტერმინალს, რომელიც იქნება მოდერნიზებული. ეს კომპანია აპირებს შემდეგი 5 წლის განმავლობაში დაახლოებით $200 მილიონ მეტი ინვესტიციების განხორციელებას, დაიწყოს უკვე თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობა და აპირებენ შემდეგი 2 წლის განმავლობაში ააშენონ ახალი ფოთისპორტი მიმდებარე პორტთან. ახალი პორტი იქნება ბევრად მოდერნიზებული, ახალი და ხელს შეუწყობს როგორც კომპანიის განვითარებას,
ისე საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და რა თქმა უნდა 20,000-ზე მეტ სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. 3 წლის განმავლობაში ჩვენ ბევრი ინვესტიცია განვახორციელებთ და იმედი გვაქვს, რომ ფოთის სპორტი გადაიქცევა მთავარ შემკრებ და გადამამუშავებელ პუნქტად, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ტვირთები მოიხდის თავს.